სიამოვნებით წარმოგიდგენთ სამშაბათის ტრადიციულ სტუმარს, მწერალსა და მხატვარს მაკალ დოკონენს. დილამშვიდობისა მაკა, გილოცავთ გუშინდელ გიორგობის დღესასწაულს. გილოცავთ თქვენს, მოგესალმებით ელენე, გიორგი, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და შევახსენებ, რომ ჩვენს წინა რუბრიკაში საუბარი გქონდა მშობლებსა და შვილებს შორის სიყვარულზე დაწერილ წიგნს. დღესაც ვაგრძელებთ ამ თემას. გარკვეულწილად გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, უამრავი წიგნი არსებობს ამ თემაზე დაწერილი, უბრალოდ ჩვენ წინა გადაცემაში წარვადგინეთ პიერი და მთვარი, აბა გამოიცანი როგორ მიყვარხარ, დაჩის ღაბრები, მაგრამ დროის სიმცირით გამო ვერ მოვასწარით მონტებულსუზე საუბარი. ზაზა თვარაძის. დიახ, და აი ამ მოტოვებულ გემრიელ ლუგმას დღეს შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებელს. მაშ ასე ზაზა თვარაძის მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა. თავგადასავალი. ზაზა თვარაძე 2007 წელს 50 წლისა გარდაიცვალა. მან საკმაოდ ბევრი გამორჩეულად კარგი წიგნი დაგვიტოვა, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული, ვინაიდან ის ბავშვებისა და მოზარდებისთვის დაწერა. აქვე აღნიშნავ, რომ წიგნმა 2009 წელს გალას პრემია დაიმსახურა საუკეთესო საბავშვო წიგნის ნომინაციაში. და ეს წიგნი დაასურათა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ. ჩვენთვისაც ძალიან საყვარელი. და იცით, ნინოს ნახატებმა კიდევ ერთი დადებითი მუხტი შესინა ამ წიგს. იმდენად ზუსტად დახატა ზაზას შექმნილი პერსონაჟები, რომ აი წაკითხვის შემდეგ რომ ვიხსენებთ, ზუსტად ასეთებად წარმოგვიდგენია მითი ძვინძვინა, ქუჩუ, თვალიკაკა, ბაბუყადი, მამი და ეთერი და რაც თავარია ელი გოგო. მე გიორგის გადავცემ, ჩავნიშნე სხვათა შორის ილუსტრაციები, იმიტომ რომ იმდენად მინდა რომ ჩვენი მაყურებელი შემოვიდეს ამ წიგნში და ეს წიგნიც შევიდეს ჩვენი მაყურებლის სახლებში, რომ რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობ. მე კი ვისაუბრებ ელი გოგოზე. რომ ის არის საკმაოდ ჩვეულებრივი გოგო, სხვათა შორის ძალიან კარგად სწავლობს, 20-ის ფარგლებში არითმეტიკული მოქმედებების ზეპირად იცის, ხატავს კიდეც, მაგრამ ყველაზე მეტად მას მოსწონს თავისი მამიკოს მოყოლილი ზღაპრების მოსმენა. და თუ ელენეს და საღამოებს ტელევიზორთან ატარებს, ელენე თავის მამიკოს უსმენს და კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ მამას მოყოლილი ზღაპრები და მითები ყველაფერი ნამდვილი გონია. მაგრამ აი ერთ დღეს ომი დაიწყება, ამ ომში იგულისხმება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, თუმცა წიგნში ეს არ არის დაკონკრეტებული და ელენეს გარშემო სამყარო იცვლება. ჯერ ერთი რომ ელი გოგო ღრმაღელის უბანში ცხოვრობს და სიტყვა ღრმაღელეც კი საშიში ხდება მისთვის. აგრეთვე სათამაშო მოედნებზე გადაძვრება საღებავი კიბეებსა და საქანელებს. ადამიანები მოწყენილები გახდებიან და ელი გოგოს ბებიაც კი, რომელიც ელის ჯადოქარი გონია, აღარ აზავებს და იღებს ფერად ნივთიერებებსა და სითხებს. ის ჩვეულებრივ პენსიონერად გადაიქცევა, რომელიც შუაღამისას დგება, თბილად იცავს და პურის რიგში დგება. მაგრამ ერთჩვენიერ დღეს ელი შეიტყობს, რომ თბილისში ჩამოიყვანეს დაჭრილი ჯარისკაცები და გაემგზავრება თავის მამიკოს საძებნელად. ეს იმდენად ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება, ვინაიდან ელი გოგოს ვინმე მოუთხრა, შენ მამიკოს აღარასოდეს ნახავ, მზადა აღრიალდეს. ამიტომ ის ესე მამაცურად მოემზადება, ჩაიცავს და გასწევს თავის მამის საძებნელად. საერთოდ ასეთები არიან მამიკოს გოგოები. და მე როგორ გასახვალ ჩემ შულს რო იცოდეთ, აი ეს შეხედე. კესარიას თუ მარია? კესარიას გასაოცრად. ხო და უყიდე მაშინ შეშულს ეს წიგნი. რამდენი წლის ბავშვებისთვის არის ეს? იცით რა არის? ეს მე უფრო ურჩევდი 13 წლიდან ბავშვებს. ეს არ არის ესეთი მარტივი ზღაპარი, ეს უფრო ზღაპარი რომანია. ხო, ეტყობა რაღაცა ბევრი დიალოგები შენიშნება. კი, და ეს თუმცა შეიძლება წაიკითხონ 10-11 წლის ბავშვებმა, რომელსაც აი კარგი კითხვითი გამოცდილება აქვთ. იცით, ესეც მნიშვნელოვანი, ანუ ეს არ იყოს მაგალითად აი რაღაც პირველი წიგნი მისთვის და ასე შემდეგ. თუმცა ურჩევ უფროსებს, რომლებსაც უყვართ ზღაპრები პიკანტური ელემენტებით, იმიტომ რომ აქ არის პასაჟები, რომელიც საკმაოდ ღრმად ჩაგვაფიქრებს და მრავალმნიშვნელოვნად გაგვახიმებს. მაგალითად იქნებოდა. იცით, საკმაოდ საინტერესოა. საინტერესო. ანუ ის სიუჟეტი რაც მოყავით უკვე ძალიან დავინტერესდა. ეხლა მე რა თქმა უნდა არ გიამბობთ აი ნახევრად ზღაპრულ, ნახევრად ნამდვილ ამბავს ელის მოგზაურობაზე ღრმაღელის უბნიდან ოქროყანამდე. აქ ჩვენ შევხვდებით ნაცნობ ქუჩებს, უბნებს, კიბეებს, სკვერებს, რომელსაც ელი გოგო გაივლის. მე ისევ დაუბრუნდები აი ჩვენს თემას, მშობლებსა და შვილებს შორის სიყვარულს და ხაზგასმით აღნიშნავ იმ განსაკუთრებულ ზრუნვას, რომელსაც ზაზა თვარაძე მამა იჩეს თავისი ქალიშვილის მიმართ. ეს წიგნი სხვათა შორის თავის ქალიშვილს მიუძღვნა მან.
ეხლა ნუ გზადაგზა უგზავნის უამრავ დახმარებას. ელის იქნება ეს მითი ძვინძვინას და ქუჩუს აი ბოროტი პერსონაჟების წინააღმდეგ ჭრელთვალება, რომელიც კენგურუსავით დახტის თითქოს ფეხსაცმელებში ზანბარები უდევს. აგრეთვე კეთილ მამი და ეთერს, რომელიც გზაკვალს აუბნევს მის მდევარს და პოეტ ლექსო ყანჩავალს გულის გადასაყოლებლად, ბრძენ ალფომეგუს ჭუის დასარიგებლად. გარდა ამისა, ის მამოვრინებად სრუნავს თავის ელენეზე, საკმარისი ელენეს მოშივდეს და ბეღურა მურთაზის ხელით, ფრთით უბრალოდ ყველა იმ ტკბილეულს უგზავნის, რომელიც ელენეს უყვარს, მათ შორის რაფაელოსაც. საკმარისია გოგონა სილი მოერიოს და კარგ გემოზე გამოაძინებს თან ისევ, რომ ზღაპარში დრო არ გავა და ესეთ ზრუნველობას იჩენს. იცით რა არის? საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მთავარი მისია ელენეს ის არის, რომ მან მამა უნდა იპოვოს. თუმცა აი ისევ ზაზა თვარაძე მამა ზრუნავს მისთვის სურვილების ასრულებაზე და ეხლა ალფომეგუსი რომელიც ამხედრებულია არწივ ბონეგროზე მხოლოდ იმისთვის არ ჩამოფრინდა თურმე რომ ბოროტება დაამარცხოს და ელენესაც უსრულებს სურვილს და საკმაოდ ისეთი ყოფითი სურვილებია როგორც ხედავთ ელენე მოკლედ შავთმიანი გოგოა და მას გრძელი ქერათმა ამოუვა სიმაღლეში 10 სანტიმეტრით მოიმატებს და შეიძენს თვალებს რომელთაც ადამიანებს კარგად გამოარჩევს და ხა წარმოიდგინეთ როგორი სასურველი საჩუქარია ნებისმიერი მამისგან ქალიშვილისთვის ასეთი თვალები, ხო, რომ ნებისმიერი მამა ისურვებს. საერთოდ ეს ამბავი გარდა ამისა სავსეა ძალიან ისეთი საინტერესო მომენტებით, როგორც გითხარით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტიც იგულისხმება, თუმცა ნახსენებია კუზლანდია და კენგურეთი. აგრეთვე ზაზა ეხება მნიშვნელოვან პრობლემებს, დაწყებული იქიდან, რომ დაკანონებულ საზღვრებს პატივი უნდა ვცებთ დასრულებული სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიულ ჭიდილზე. მაგრამ რა არის მთავარი? მთავარი არის ის, რომ სიცოცხლე არის ხანგრძლივი, სიხარული ხანმოკლე, მაგრამ როდესაც მამა სახლშია, ოჯახი კი მამასთანაა, მაშინ ნებისმიერი სიხარული უსასრულოდ გრძელდება. და ეს არის ზაზას ბოლო სიტყვები და სანუკვარი დასკვნა, რომელთაც ეს წიგნი მთავრდება. და რატომ უნდა წავიკითხოთ ჩვენ აუცილებლად? მე მგონი ჩვენ ელი გოგოს თანამედროვეები ვართ დაახლოებით. და მეტნაკლებად ის პრობლემები, რაც ახლა ამ წიგში არის გადმოცემული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ზოგადად ომის თემა, ჩვენ ყველა შეგვეხო და დაახლოებით ვიქნებოდით ალბათ ამ გოგონას ასაკში მაშინ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება თავის ეგონოს და ბევრი ადამიანს რომ თავის საკუთარ ბიოგრაფიას კითხულობს. ნამდვილად ისეთი იმიტომ რომ ის განცდები რაც მას ჰქონდა ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰქონდა სწორედ ომის პერიოდში. ელენას სწორად შეიცნო ეს წიგნი და კიდევ ერთ პატარა გულის ტკივილს გამოთქვა, თან მალე უნდა გადავიდე აი ამ წიგნ ჰაიდიზე და აი ჩვენ წინა გადაცემაშიც თქვი რომ საკმარისი პატივისცემით არ ვეპყრობთ ჩვენ ზღაპრის გმირებს და საბავშვო წიგნების გმირებს. აი მაგალითად ჰაიდის სახლი, ისეთი სახლი როგორიც ავტორმა აღწერა ამ წიგნში, შვეიცარიულ ალპებში ააშენეს მსგავსი სახლი, მსგავსი ინვენტარით, ავეჯით და როგორც სახლ-მუზეუმი დგას. გარდა ამისა არსებობს ჰაიდის სახელზე მოჭრილი შვედური 50-იანი კრონა. ბეჭდავენ მარკებს, აღარაფერს ვამბობ ანიმაციურ ფილმებსა და ჩვენ დაჩი ყავს ასე მიტოვებული. დაჩი და აი მონტებულსუმ მაგალითად მონტებულსუმ ძალიან კარგია. მონტებულსუმ გაიარა გზა ხმაღელედან ოქროყანამდე. და მე ჩემთვის ვიფიქრე რომ არ შეიძლება რომ აი დავდგათ ქუჩებში მანიშნობლები რომ აი აქ ელი გოგო გადაურჩა მითი ძვინძვინას. ან მეტრო რუსთაველის კიბების თავზე აქ მამი და ეთერმა მონტებულსუ ისა ელი გოგო იხსნა მდევრებისგან და ქვეშ მივაწეროთ წაიკითხეთ ზაზა თვარაძის მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი და არის საჭირო რომ ის ადამიანები ვინც ასეთ რაღაცებს წყვეტდნენ ეს საბავშვო ლიტერატურას ქართულ ლიტერატურას მე ვაბრალებ რომ იმის ბრალია რომ ბოლო დროს ბევრ ზღაპარს კითხულობ მაგრამ რა ვიცი ღმერთია მოწმე ცუდი აზრები არ მომდის შეთანხმებით ჩვენს რომ მართლა ისეთი ორიგინალური და გზა არის მისასვლელი წიგნამდე თანც ისეთი აი დღეს რომ დამდგება რა ნამდვილად და უკვე ბავშვს დააინტერესებს ისედაც ქუჩაში გაივლის და წიგნების ადგილი მხოლოდ მაღაზიებში არ უნდა იყოს, ხო? ყველგან შეგვიძლია ვიფიქროთ წიგნებს. მოკლედ გადავალ აი იოჰანა შპირის ჰაიდის შევთავაზებ ჩვენს ტელემაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ იოჰანა შპირი არის შვეიცარიელი მწერალი 19 საუკუნის დასასრულის და მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ნაწარმოები საუკუნე ნახევრისა საკმაოდ საინტერესოდ იკითხება. ეს არის გაუნცებლობა პეგასის წიგნი, სერიიდან საბავშვო ბესტსელერი და იგი საკმაოდ საინტერესო ილუსტრაციებია. აქაც სხვათა შორის ერთ-ერთი პირველ გამოცემებს რომ ამშვენებდა, ჰაიდის პირველ გამოცემებს
გამოცემებს. ესეთი კლასიკური ნიმუშებია ილუსტრაციის, ეს არ არის სტანდარტული, აი ხატვის ნამუშევარია, ჯესი სმიტის ნახატებია და ნანა ჭიღლაძის თარგმანია, ამასაც აღნიშნავ. ეს არ არის უბრალო ზღაპარი, რომელიც მარტივ ემოციებს იწვევს, ანუ ბავშვი გამოიწვევს მოწყენას, სიხარულს, სიცილს, დაღონებას და ასე შემდეგ. არა, ეს არის ზღაპარი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს უფრო უკეთესები გავხდეთ, უფრო კაცთმოყვარენი, უფრო მოწყალეები და ასე შემდეგ. ფაბულა ასეთია. ჰაიდი არის 5 წლის ობოლი გოგონა, რომელსაც დეიდა ზრდის, მაგრამ დეიდას ფრანკფურტში გამოუჩდება სამსახური და იძულებული არის მიაბაროს ჰაიდი ბაბუას. ბაბუა კი საკმაოდ ესეთი ადამიანებისგან გარიყული ადამიანია, რომელიც მარტოსულ ცხოვრებას ეწევა, დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა ადამიანების მიმართ, მაგრამ ჰაიდის მაინც დაუტოვებენ. მოკლედ, როდესაც დეიდას მიყავს ჰაიდი სოფელ-სოფელ, ხალხი გაოგნებულია, როგორ ბედავდა ესეთ საშინაო მოხუცს, როგორ უტოვებ ბავშვს. მაგრამ ჰაიდი იმდენად გულკეთილია, ის იმდენად ლაღი და კარგი ბავშვია, უყვარს ბუნება, ყვავილები, მთები, მზე, უყვარს ცხოველები, კატები, თხები, არაფრით არ აძლევს საშუალებას მწყემს პეტერს, რომ თხებიც კეპლით ცემოს. გარდა ამისა, მას ადამიანებიც ძალიან უყვარს, მაგალითად პეტერის ბებია და რაც თავარია ძალიან შეუყვარდება თავისი ბაბუა. და ბაბუაც დღიდან შეხვედრისა ისე კარგად განეწყობა ჰაიდის მიმართ. შეამჩნევს, რომ მას ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს, ის მოსაზრებული ბავშვია. მოუწყობს საწოლს, ხისგან გამოუთლის სკამს, მერხს, ხის კოვზებს, ჯამებს და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ზრუნავს და მთელი სოფელი გაკვირვებულია ამ ბაბუას გარდასახვის გამო. ზამთარშიც კი საბნით შეფუთული დაყავს სტუმრად და თუქარია მარხილზეც არაჯენს, რომ ეს საბანი არ მოძვრეს. ღამე რამდენჯერმე ადის და ხედავს ხოლმე. ანუ ნელ-ნელა ეს ადამიანი გარდაისახება, მისი გული გაიხსნება და ადამიანებისკენ მობრუნდება. საბოლოოდ კი ადამიანებთან სოფელში დაბრუნდება და სხვათა შორის გადამწყვეტ როლს ითამაშებს მითი უცხებ შულზე, რომელსაც ჰაიდი წაუკითხავს თავის ბაბუას და ეს ამბავი გარკვეულწილად მის ახალგაზრდობას გაახსენებს ბაბუას. ის დაფიქრდება და ესე იგი ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეიძლება გარდაისახოს ადამიანი, როგორ ხდება, რომ ჩვენს უბრალო ადამიანურ გუნდებს ზოგჯერ გასაღებივით მოერგება ის ბავშვების სათნო ბუნება, გახსნის და სიცოცხლე შემატებს მას. და აი მართლაც ჰაიდი ამას მოახერხებს. ჰაიდი ყველას უყვარს საერთოდ გარშემო. არა მარტო ჰაიდი გასცემს სიყვარულს, არამედ ისიც ყველას უყვარს. უყვარს ის ძალიან მაგალითად პატარა გოგონა კლარა ზაზელმანების სახლში, როდესაც იგი მოხვდება და ეს გოგონა კლარა ეტლით გადაადგილდება ის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია, დიახ. და ძალიან მართლა იცით ხაზგასასმელია ეს κλასიკური ნიმუშია, სხვათა შორის ილუსტრაცია არის და თუმცა ჰაიდისაც გამოუჩდება ესეთი ცუდად განწყობილი ადამიანები. ციცით როგორც ნებისმიერი ობლის ცხოვრებაში ხდება ხოლმე, რომ დედინაცვალი არ არის აუცილებელი იყოს მამის მოყვანილი ცოლი, დედინაცვლად მოევლინება ხოლმე სხვადასხვა პიროვნებამ. თუმცა კეთილისყოფელები უფრო მეტი ყავს ჰაიდის და რა თქმა უნდა ისინი დაეხმარებიან, რომ დაუბრუნდეს ჩვეული ხალისი დაიბრუნოს და რაც თავარია დაუბრუნდეს თავის ბაბუას და ეს არის მნიშვნელოვანი. იცით რა, ჰაიდი უყვარს ძალიან შვეიცარიელ და გერმანელ ბავშვებს და მე იმეც გამოვთქვა, რომ ქართველი ბავშვებიც შეიყვარებენ ჰაიდის. და იცნობენ უკვე ქართველი ბავშვები თუ ახალი წიგნია ელენე და მინდა მივაწოდო ჩვენს ტელემაყურებელს ესეთი ინფორმაცია, რომ ხვალ 24 ნოემბერს ბიბლუს გალერეაში საღამოს 7 საათზე, 19 საათზე გაიმართება აი ამ წიგნის რეპრეზენტაცია. მაგრამ ეს არ იქნება ჩვეულებრივი წარდგენა წიგნისა, ეს იქნება საქველმოქმედო აქცია. აი ამ წიგნს თხოვ ჩვენ ოპერატორებს რა აჩვენონ, მოყვება აი ესეთი არშია, რომელსაც აწერია პატარა ქველმოქმედი. ანუ, როდესაც ბავშვი შეიძენს წიგნს და აწერს აქ მყიდველი თავის სახელს და ეს გაეგზავნება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და ამ თანხის ნაწილი გადაირიცხება მათი მკურნალობისა და ოპერაციისათვის. ანუ, ჩვენ ორმაგად კარგი საქმე შეგვიძლია გავაკეთოთ ხვალ, ჩვენი შვილებს ვაჩუქოთ ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი და თან ვასწავლოთ ქველმოქმედება. დიახ, სხვათა შორის აი ამ წიგნს წინ უძღვის აი ესეთი სიტყვები, რომ ამ წიგნს ვუძღვნი ბავშვებს და ყველას, ვისაც ბავშვები უყვარს. და ჰაიდის არამხოლოდ პასუხობს შინაარსით აი ამ სიტყვებს, არამედ აი ამ გამომცემლობის მესვეურები ცდილობენ, რომ გააგრძელონ იოჰანა შპირის
ეს წამოწყებული საქმე არის ეს წიგნი? ეს არის პატარა ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა. Ну, უფრო ალბათ მე-5, მე-6 კლასელებს უკვე შეუძლიათ წაიკითხონ, თუმცა ისეთი საინტერესო ამბებია აქ ჰაიტიზე, რომ უფროსი თუ წაიკითხოს, შეუძლია პატარასაც უამბოს, ხო, აი შეაყვაროს დაუშვათ ჰაიტი და მაგათ საინტერესოა მაგობა ამრჩევისთვის, მაგრამ გამორჩეული ილუსტრაციები ან სხვათა შორის საერთოდ მე მინდა აღვნიშნო, რომ გამოცემული ეგოსი გამოერჩევა ისეთი განსხვავებული საბავშვო წიგნები აქვთ, აი დახვეწილი გემოვნების და აი მსოფლიო ბესტსელერის სერიაში კიდევ შესული არის, სხვათა შორის აი უკანა ყდაზე არის დატანილი ეს წიგნი, დიკენსის საშობაო სიმღერა, რომელსაც როგორც მე შევპირდი ჩვენს მაყურებლებს, ბევრს უკვე დეკემბრიდან საშობაო წიგნებზე დავიწყებთ საუბარს და რა თქმა უნდა ამის შესახებ. მათ შორის დიკენსის საშობაო რომელსაც ჩვენ ანიმაციური ფილმით ალბათ ვიცნობთ კარგად ეს კრუჩი საკმაოდ ცნობილი. ერთი წიგნი დაგვრჩა. არ ვიცი, თუ დრო გვაქვს? გვაქვს, დაახლოებით 3 წუთი გვაქვს და შეგვიძლია. კი ბატონო. ჩავეტევით? რა ვიცი, შევწდებით, ეს არის ირმელი ლილიუსის კაპიტანი გრუნსტეთი. სანამ ამ წიგნზე საუბარს დავიწყებთ, მინდა შევეხო, რომ ეს არის გამომცემლობა მერებაშვილი ტიკენსონი, ესეთი გამომცემლობა. ვიცნობ შენ მერებაშვილი. ახლა არ ვიცოდი, საით. აი რაც არ ვიცნობთ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, გვაქვს ბევრი კარგი ცნობილი გამომცემლობა, თუმცა არის გამომცემლობები, რომელთა სახელი აი ხედავ ყურში გვხვდება. მაგის გამოცემას თუ დააპირებ, შეგიძლია მიმართო გიორგი. შეიძლება დავასწრო, სხვათა შორის ნათია მერებაშვილი თავად თარგმნელია აი ამ წიგნის დარაჯოა. ხომ გამოცნობთ? აუცილებლად. შეგიძლიათ მოიწიოთ, იმიტომ რომ საუბრო ნამდვილად ბევრი ექნება მას, ვინაიდან განსხვავებული ნიშა უჭირავთ, ისინი თარგმნიან სკანდინავიურ ლიტერატურას, სკანდინავიურ საბავშვო წიგნებს. და იცით რა, ცოტა არ იყოს რთულია სკანდინავიაში გახდე აი ესეთი ცნობილი მწერალი, იმიტომ რომ ის იქ საკმაოდ ისეთი გვარებია, ხო, ტუვე იანსონი, ასტრიდ ლინდგრენი და სხვა უამრავი ცნობილი და ესეთი ცოტა მაღალი მოთხოვნები აქვთ იქაურ საბავშვო მწერლებს, ვინაიდან განსაკუთრებული წიგნები უნდა დაწეროს, თუმცა წერენ ისინი განსაკუთრებულ წიგნებს, უბრალოდ ნაკლებად ცნობილები არიან და ის სწორედ ეს აანაზღაურა ამ გამომცემლობა. ეხლა ეს კაპიტანი გრუნსტეთი რით არის საინტერესო? აქ არის ანალინა, გოგონა და მისი ძმები პეტერი და გუსტავი. ანალინა მოკლედ დაათრევს ამ თავის ძმებს, აქეთ იქით ერთად თამაშობენ, მაგრამ ამ ბავშვებს აქვთ ერთი საინტერესო გასართობი, რომ თავის სათამაშო არეალში სხვადასხვა გეოგრაფიულ სახელებს არქმევენ ეზოს, ღობის იქით თუ ღობის აქეთ მხარებს, გზებს და ასე შემდეგ და გაიცნობენ კაპიტან გრუნსტეტს, რომელსაც ძალიან უყვარს კავკასია. კავკასიის ომშია ნამყოფია საქართველოში, აქ სხვათა შორის თბილისიც არის მოხსენებული და მას ჩოხა აცვია. ეს ჩოხა ისე საინტერესოთ არის აღწერილი ეს ბავშვები რო დაინახავენ, რაღაცო ხალათივით კაბა ეცვაო, უსაყელოო და აქო სიგარები ქონდა ჩაწყობილი, მასრებზე ამბობენ ეს ბავშვები. მოკლედ ეს კაპიტანი გრუნსტეტი იმდენად შეყვარებულია საქართველოზე და კავკასიაზე, სუიქაურ ამბებს ყვება და ეს ამ ბავშვებს მოხვდება ტყურში დარიალის ხეობა და ერთ პატარა სათამაშო არეალს დარიალის ხეობასაც არქმევენ და მოკლედ ესეთი საინტერესო მომენტი. ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო. ქართველებისთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ესეთი საკმაოდ საინტერესო მომენტებია კავკასიის ომიდან ნახსენები და ეს კაპიტანი გრუნსტეტიც ისეთი ადამიანია, რომელსაც არავის არ ეკონტაქტება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები ნებისმიერ გულთან იპოვიან გზას, ხო და ყველა არ ამბობდა ქრისტე, რომ მოუშვით ჩემთან ბავშვები, ვინაიდან სწორედ ბავშვები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან ღმერთის შეცნობაში და აი ისინი იპოვიან კაპიტანამდე გზას, თუმცა ჯობია ჩვენმა მკითხველმა თავად ნახოს როგორ. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ საუბრობთ ყოჩაღ და მამად გოგონებზე და სხვათა შორის აი მუსიკის შემდეგ შემოგვიერთდებიან ყოჩაღი გოგონები და ერთი ბიჭი ასევე ბავშვები. დაგემშვიდობებით.